ეს არის ის საკითხი, რაზეც ჩვენ ზოგადად მოსახლეობას ყოველთვის ქონდა ეჭვები და ამასთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობდა აზრი, რომ კეზერაშვილი იყო მთავარი დამფინანსებელი, თუმცა როგორ აფინანსებდა ეს ადამიანი ლეგალურად, განვნიერად ნაციონალურ მოძრაობას, ეს არის გასარკვევი და ამას გაარკვევენ სამართალდამცავი ორგანოები. ჩემი აზრით, თქვენს მიერ მოყვანილი ინფორმაცია არის დასტური იმისა, რომ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი. მით უმეტეს თუ ეს არის სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, ეს მე მგონი ახალი სკანდალია. და იმაზე უფრო მეტი სკანდალი, რაც გუშინ გაგრძელება იმ სკანდალის, სკანდალური დოკუმენტის, რაც გუშინ იქნა მოპოვებული. მოხდება თუ არა სააკაშვილის დაკითხვა კეზერაშვილის აღმოჩენილ ფინანსებთან დაკავშირებით. მე გუშინ მოვისმინე შეფასებები, რომ შესაძლოა ეს გამოითქვა მოსწრები პოლიტიკოსების მხრიდან და გავრცელდა ინფორმაციები, რომ შესაძლოა ეს კაპიტალი, ეს ფინანსები დაკავშირებული იყოს ყოფილ პრეზიდენტთან. ამის თქმა ჩემი მხრიდან იქნება არასერიოზული, ამას ჭირდება მტკიცებულებები, ამას ჭირდება დამტკიცება. მოხდება თუ არა მისი დაკითხვა ამ ფაქტთან დაკავშირებით, ვერ გიპასუხებთ, არ ვიცი. ამას გამოძიება გამოკვეთავს.